პირველ რიგში გავარკვიე სურდა თუა მე დამეცვა მისი ანუ მე დიახ რა უნდა დაგეცოთ თქვენ ხო სისხლის სამართლის საქმეზე არ ხვდებოდით მომსახურება გამეწია მინდობილობასთან კი და შინაარსი რა უთხარით რა იქნებაო მომსახურების მინდობილობის გაცემასთან დაკავშირებით სურდა მინდობილობის გაცემა ხდება როცა მე და თქვენ შევთანხმდებით რომ აი მე მინდა მივაღწიო მიზანს ბატონო დავით არ მაქვს ამისო ცოდნა და საჭიროებ ადვოკატის მომსახურებას და მინდა გადავაფორმო ჩემი ქონება სხვაზე. დამეხმარეთ ამაში. მერე იწყება უკვე მინდობილობაზე საუბარი. ესე იგი თქვენ რომ მიხვედით უკვე მინდობილობაზე დაუწყეთ საუბარი. ნება არ გამოგირკვევიათ. არა, უყურეთ მე უთხარი რომ ესე იგი გელოდა ციხეში თქვენ ბესო? ეს არ ვიცი. მაგას ნება გამოარკვიეთ თუ არა. სურდა თუ არა მას გამოარკვიე რა თქმა უნდა. აბა წილებზე არ მისაუბრიაო? მე ხომ გითხარით არა, მე ხომ გითხარით რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე იყო საუბარი, ანუ წილის გასხვისების სანაცვლოდ რაღაც შეთავაზება იყო. კონკრეტულად არ მახსოვს, მაგრამ მე მგონი გამოძიების პროცესში და სასამართლოში ეს ნათქვამი მაქვს. ეს კარგი. და ამაზე, როგორც წილის გაცემაზე, როგორც მინდობილობის გაცემაზე ბატონ ბესოს თანხმობა ქონდა. ნუ ყოველ შემთხვევაში თქვენ ასე გითხრეს. მე ასე მითხრა ბატონმა ბესომაც და ნუ ასე მითხრეს აი ამ ადამიანებმა ვისაც შევხვდი რომ ბესოსთან ვართ ახლა ჩვენ ერთი წუთით გაგარინის მოედანზე არ ვართ გლდანში ვართ დავბრუნდეთ გლდანში ესე იგი თქვენ შევხვდით ბესო ხარძიანს და ბესო ხარძიანს კითხეთ გინდათ თუ არა ჩემი მომსახურება ასეა მან გითხრათ მინდაო დიახ ასე შემოგხედათ და უი რა კარგია მინდაო ნება გამოარკვიეთ სურდა თუ არა მას წილების დათმობა წილების დათმობაზე ხო გეუბნებით იყო რაღაც მოლაპარაკების პროცესი ჩემს წარმოდგენაში სადაც რაღაც შეთავაზებები ხდებოდა ვინ შეგიქმნათ ეს წარმოდგენა აი ამ შეხვედრაზე შემექნა იმიტომ რომ ხო გითხარით კი და როგორც ადვოკატს ხო გაქვთ თქვენ საადვოკატო ეთიკა საადვოკატო ეთიკა არის წესების ერთობლიობა რო შეხვედით და აღმოჩნდით თავისუფლება აღკვეთილი პირისპირ თან თქვენ არა ხართ სამოქალაქო მიმართულების ადვოკატი ხართ სისხლის სამართლის მიმართულების ადვოკატი რომელსაც კიდევ მეტად გაფაქიზებული და გამახვილებული აქვს ან უნდა ჰქონდეს პატიმართან ურთიერთობის თემაზე სხვადასხვა ასე ვთქვათ რეფლექსია პროფესიული თუ ქცევა თქვენ მას დაუჯექით პირისპირ და უთხარით რომ აი ესე შენებმა დამაბარეს რომ წილი უნდა გადაფორმდეს და არ გამოარკვიეთ ეს იყო თუ არა მისგან მომდინარე გაარკვიეთ თუ არა რა თქმა უნდა გავარკვიეთ გაარკვიეთ მინდა და ამასთან დაკავშირებით მინდობილობის გაცემაც სურს ასე გითხრათ მე დიახ ასე გითხრათ მაშინ რატომ გვეუბნებით რომ წილებზე ჩვენ არასდროს არ გვისაუბრია არ გვისაუბრია მე ხომ გითხრა არა წეღან თქვით არ მისაუბრია არა კანტია ხო თქვი რომ წილის გასხვისების სანაცვლოდ მას გადავეცი გარკვეული შეთავაზება ხო მაგრამ ნება გამოგირკვევიათ და მან გითხრათ მსურსო ანუ წილზე საუბარი შედგა თქვენ მან გითხრათ მსურს გადმოვაფორმო და მე უკვე ესაუბრეთ მინდობილობაზე და მან გითხრათ რომ გავაფორმებ მინდობილობას მაგრამ არ ვიცი ვისზეო როგორ იყო ანუ ვიზე უпростоრად დამაბარეს ამ შეხვედრაზე შეიძლება სხვა დღეს იყო ქალბატონმა მაიამ და გიორგი უდესიანმა ვიზეს სურს მინდობილობის გაცემაო და ბატონმა ბესომ მითხრა დამისახელა ვიზეს სურდა მინდობილობის გაცემა და ვიზეს სურდა აი ბიძაშვილზე როგორც მახსოვს ხარძიანი იყო სახელი არ მახსოვს ილიაში ხომ არ დაუსაბუთებია რატომ უნდა ვთქვათ ბიძაშვილი და არა არა სხვა არა